სალამ მეგობრებო, გილოცავთ ხარების დღესასწაულს, უცნაურ ფორმაში ვარ. ეს ნიღბები მაქვს აწყობილი და ლაივებში ვარ ხოლმე ესე, ამიტომ არ მიაქციოთ ამ ნიღბებს ყურადღება, იმიტომ რომ სხვადასხვა ნიღბები იქნება, ზოგი უსახური, ზოგი მახინჯი, ზოგი ლამაზი, ზოგი რაღაცა სტანდარტულად დამზადებული და ასე შემდგომ. მოусმინეთ ინფორმაციას, უბრალოდ ხა სულ კედელს ხო ვერ მიუშვერ ამ იმას, რა ქვია, კამერას ხო და ეხლა გადავდივართ მატრიცის და გაყალბებული ისტორიის და ცოტა რელიგიის და ასე შემდგომ შეერთების და გადაკვეთის და ისე ამ თემების შემდგომ ეტაპზე. ეხლა პირველ რიგში რა მინდა გითხრათ რა რომ მე ანუ აქ რასაც გიზიარებთ, ანუ რაღაც კომენტარებში ვკითხულობ ხოლმე ზოგს რაღაც არ მოწონს, ზოგს მოწონს. ჩვეულებრივი ამბავია, ყველას არ მოეწონება, მაგრამ ინტერნეტი არის ხახნო თავისუფალი სივრცე. ამიტომ ჩვენ აქ რასაც გვინდა იმას განვათავსებთ, ეს ერთი, ჯერ ეს ერთი და თვითონ სხვადასხვა პლატფორმებს და YouTube-საც და TikTok-საც და იმასაც იმდენი შეზღუდვა აქვს და იმდენი რამეს გვიბლოკავენ, ეხლა რასაც ვლაპარაკობ ის მაინც იმის ლაპარაკი მაინც გვაცადეთ თქვენ, ხო? ამიტომ ხარ ისე თქვა მინდა, მე ვიკოლებ, მე მაქვს ჩემი ინტერესის სფერო, ანუ ჩემი ბლოგერობა რაში მდგომარეობს. მე მაქვს ჩემი ინტერესის სფერო, მაინტერესებს ეს სამყარო როგორ არის მოწყობილი, მატერიალური სამყარო, სულიერი სამყარო, იქ მატრიცის სისტემა როგორ მუშაობს და ასე შემდგომ. ანუ აი, კარგად დავუკვირდით რას ვამბობ. მე ვიკვლევ, ჩემი მიღწევები მაქვს, ჩემი აღმოჩენები მაქვს და მე თქვენ გიზიარებთ. ეხლა მაგალითად სიტყვაზე მე მივადექი, სიტყვაზე რო ვთქვათ, რა მე მივადექი ეტაპს, სადაც არქეოლოგია აღმოჩნდა გაყალბებული. ეხლა რა თქმა უნდა ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს ოფიციალურ დონეზე ეს იქნება აბსურდი და დეზინფორმაცია. ამიტომ ამაზე რომ ჩვენ ვიდაოთ რომ იცი რა შენ დეზინფორმაციას აავრცელებ და რაღაცას, ანუ ეს სამყარო არის მრავალშრიანი და მრავალდონიანი. როდესაც მე მივაღწი ამ დონეს სიტყვაზე, რომ მე სინამდვილეში მთელი ის სისტემა, რასაც თქვენ წარმოადგენთ და რაშიც თქვენ გახვეულები ხართ და მატრიცული ბოტ პროგრამები ხართ, ზოგიერთები, ყველას არ ეხება. სინამდვილეში ჩემთვის ეს არის დეზინფორმაცია. რა აი გაყალბებული ისტორიას როდესაც ვეხებით ჩვენ სიტყვას ნახეთ, კი შეიძლება სადღაც ვიღაცა მეზოში რაღაცა გათხარა, ანუ არქეოლოგებს საერთოდ არ ქონიათ დაგეგმილი, ანუ მაგალითზე რატომ მომყავს? გაყალბებული არქეოლოგიაში რა იგულისხმება, რომ ეს ვითომ მეცნიერები მიდიან არტეფაქტებს მარხავენ სპეციალურად და კონკრეტულ ლოკაციებზე და მერე წლების შემდგომ ბალახი რო გადაუვლის, ინსტიტუტებს აგზავნიან, ინსტიტუტებს, ანუ ესე ვთქვათ, აი არქეოლოგიის ინსტიტუტიდან და მეცნიერ პროფესორებს თავიანთი სტუდენტები აგზავნიან ექსპედიციებზე. ეს მსოფლიო მართლობის ფიჭურ სისტემას აქვს აწყობილი, აგზავნიან და ვითომ რამდენიმე 1000 წლის წინანდელი ის აღმოაჩინეს, რაღაცა არტეფაქტი. ანუ ეს არის გაყალბებული არქეოლოგიის ერთი მხარე. რეალური არქეოლოგიაც არსებობს, მე არ ვამბობ რომ არ არსებობს. ზოგან ეს ქვევრებია, ზოგან ეს ვიღაცის ეზოში არის აღმოჩენილი ეს რაღაცა სამარხები აღმოჩენილი, ხა იქ არავინ მეცნიერს იქ არავის არაფერი არ ჩაუმარხავს, სამარხებია და მართლა ძვირფასი ქვებით და სამკაულებით არის აღმოჩენილი და 1000 ადგილზე რა, საერთოდ რო არავინ არ ელოდებოდა. ეს აღმოჩენები მართლა ხდება. ეს არის რეალური არქეოლოგია, მაგრამ მაშინ უნდა დაისვას შეკითხვა. ეხლა სად მივდივართ და რა შუაში აქვს პირამიდები და ეს ყველაფერი. რომ მაშინ უნდა დაისვას შეკითხვა, რა განსხვავება არის აი ამ ხელოვნურად ჩადებულ სამკაულებსა და მართლა აღმოჩენილი თქვა დიდგვაროვანი სამკაულებს შორის და ასე შემდგომ. რა განსხვავება არის ამას შორის? ამას შორის განსხვავება არის ის, რომ ეს არის ნახეთ, ეს ხელოვნურად ჩადებული არტეფაქტები იდება ხელოვნურად იმის გამო, რომ ოფიციალურად ისტორია როგორც არის დაწერილი, რომ გარკვეული ისტორიული ეტაპები გაამართონ და არგუმენტები გქონდეთ, რომ აი სიტყვაზე ოქროს თქვა ამადამ მეფის დროს ჩვენთან თუ სხვასთან ოქროს ხანა იდგა და აი ასეთ სამკაულებს ამზადებდნენ. იმისათვის რომ ზოგადად ქვეყნების და მსოფლიო ისტორიების ერთი მთლიანი ჯაჭვი ააგონ. არადა ეს ჯაჭვი მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის მოფიქრებული, მაგრამ ჩვენ იმას ვერ უარყოფთ, რომ ეხლა სიტყვაზე აქ მაგალითად ეგრეთ წოდებული ალტერნატივ შიკები რა ვინც არიან, ალტერნატივ შიკებს უძახიან რუსები რა, რომ აი ვინც ალტერნატიულ ინფორმაციებს
ეცნობიან ხო ეს მატრიცის თემებში რაღაცა ესენი რას იძახიან ზოგი იძახის რომ 60-იან წლებში ჩაგუტვირთვეს ზოგი იძახის ვაფშე კრიმსკი თქვა 2013 წელს ჩაგუტვირთვესო და ზოგმა 1920-იან წლებშიო ზოგმა საერთო ჯამში მაგრამ როდესაც იძახიან ამას და მე იძახენ რომ იქამდე საერთოდ არაფერი არ არსებობდაო გამოდის რომ ღმერთს შეუქმნია სამყარო 1960-იან წლებში ეს ხო სისულელეა იმიტომ რომ ჩვენ უამრავ არტეფაქტს ვაწყდებით აი და პირამიდები და მსგავსი ტიპის ეს ანტიკური ხანისა და იმის რა ქვია ევროპის და ხელოვნების აღმავლობის ხანები და მთელი ეს პეტერბურგის მუზეუმები და მთელი ეს ევროპის ეს საფრანგეთის და იმის მუზეუმები და მთელი ეს შედევრები და ნამუშევრები განანდა ხამაზე ძახენ ყველაფერი დააპრინტერა და დაბეჭდა მატრიცამ ესე არ არის ეს არის წინა ცივილიზაციური ჩატვირთვების ნაშთები და ნაკვალევი ამიტომ ჩვენ უნდა გავეცნოთ რომ ის მეფეების ეპოქაც რაღაცა მხრივ იყო იმიტომ რომ აშკარად ხა ციხესიმაგრეები არის ხო ციხესიმაგრეები რატომ არის ხო ამ ციხესიმაგრეებს რა როლიც აქვს მინიჭებული თქვა საქართველოს ისტორიაში გინა სხვა ქვეყნის ისტორიაში ეს არის იმდენად სრული აბსურდია მე ფეხით მაქვს მოვლი მთელი საქართველო და აი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვილაპარაკო რომ ეს არის სრული აბსურდი ახლა იქ უყურებდი დრონის კადრები იყო ხულუტის ციხეზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი და მისტიური ციხე არის ხულუტის ციხე აი ხულუტის ციხის აღება რატო უნდა მოგინდეს რომელიმე ციხის აღება მე მტერს რატო უნდა მოუნდეს მოულის გვერდს და წავა სადაც უნდა რა შუაში არის იქ როდესაც სატრანსპორტო სისტემა არ არსებობს თქვა იმის რაღაცა 10 საუკუნის წინ ანუ რასაც ჩვენ ისტორია გვიყვება რომ არ არსებობს სატრანსპორტო სისტემა არ არსებობს საკომუნიკაციო სისტემა ელექტროენერგიის სისტემები არ არსებობს ეხლაც რაც არის ეგეც არ ვიცით ზოგადად რა ენერგიაა და თავარი კაცო რა ქვია მაგას სახელმწიფო მოწყობა არ არსებობს ინსტიტუტები არ არსებობს და ეს სახელმწიფო ინსტიტუტები სატრანსპორტო სისტემისა და კავშირგაბმულობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს ეს ნიშნავს იმას რომ აი სიტუაციაზე გეგუთის ციხე რო არის ისტორიული გეგუთის ციხე იქ ქუთაისთან ახლოს ხო იქ ავტობანის გვერდზე ახლა იქაც სულ იქ მისულიყო მტერი და თავის მეფეროს უმთლად რა ქვია ძევლად აეყვანა და მთელი ციხესიმაგრეები ამ ცენტრალური ციხესიმაგრეების კი რო აეღო არათუ ხულუტის ციხე და რაღაცა იმის რა ქვია ხიხანის ციხე და ბირთვისის ციხე და რავი 10 ციხეც გინდა ჩავდი ბირთვისი და რაღაცა ციხე კი არა თვითონ სასახლე მთელი საგვარეულო მონარქებით და ოჯახებით ძევლად რო აეყვანათ ესეც კი ანუ საკომუნიკაციის გარეშე ესეც კი ვერ გახდებოდა იმის წინაპირობა რომ შენ ამით დაიპყარი ისა რა ნოქია მაგას შენ ამით მოახდინე ქვეყნის ოკუპაცია აი რატო არის როცა ამბობენ ხოლმე რომ აი რუსეთი გვერდზე არისო ან რუსეთის ჯარები აქვეთგანო ცხინვალთან და ავტობანთან 500 მეტრშია ხო ანუ რუსეთს როცა დაჭირდება ნახეთ დაუკვირდით რუსეთს როცა დაჭირდება გადმოვა ჩააყენებს ზუსტად 2-3 ავტომატიან კაცს ჩააყენებს ავტობანზე გადაკეტავს ავტობანს ნუ ახლა დამატებითი გზები შემოვლითი გზები კი დაემატა ახლა გზების მშენებლობის ამბავში ქვეყანას მაგრამ ძირითადად ვისაუბროთ ხო ანუ შეუძლია ავტობანზე 3-4 ჯარისკაცი თავისი ტანკით დააყენოს და მორჩა შენ წელში წვიტავს მთელ ქვეყნის ეკონომიკას და მიმოსვლას იმიტომ რომ ეს შეუძლია ეხლა როდესაც არსებობს სატრანსპორტო სისტემა და შენ სატრანსპორტო სისტემაზე ხარ და დამოკიდებული და კავშირგაბმულობით გებულობ შენ ამას ინტერნეტით საინფორმაციო გამოსაშუალებებითა და რაღაცა აი თუშეთში რო ადამიანი ცხოვრობდა ის რანაირად გაიგებდა გეგუთის ციხეში რომ აი თუშეთი და სად გეგუთის ციხე გეგუთის ციხეში აიყვანეს მონარქის სიტყვაზე მძევლად აი რანაირად უნდა გაიგო ეხლაც კი რო წახვიდე თბილისიდან და იმიდან რა ქვია მაგას ახმეტიდან და იქიდან და თელავიდან 4-5 საათი გინდა მარტო დელიკას ჯიპით რო ახვიდე ეხლაც კი ხო ამიტომ ჩვენ ალტერნატიულ შეკებს ვერ დავუჯერებთ ანუ მე ისეთი ფანა მე მაქვს ჩემი შეხედულებები და მე თქვენ გიზიარებთ ჩემს შეხედულებებს თქვენი შეხედულებები ჩამოიყალიბეთ ამ ინფორმაციებიდან აიღეთ რაც თქვენ გჭირდებათ და რაღაცები გამორიცხეთ
რაღაცები დაამატეთ, მეც ესე ჩემს პირად ინფორმაციებს ვავსებ. და ამიტომ ნუ ხართ გადასული ზოგიერთები ჩემს კრიტიკაზე, რომ ესე უნდა მეთქვა, ესე უნდა მექნა, ეს რა გიკეთია, ეს რა გიქნია, თავი როგორ შეგირწხვენია. ეს რაღაცა სალაყბოდ ნუ გადაიქცევა კომენტარებში, თუ გავთიშავ იმ კომენტარებს ბოლოს და იგი იქნება რა. და ამიტომ მიიღეთ საინტერესო ინფორმაციები, პირდაპირ ვიძახი. მე დღეს რა ინფორმაციებიც ხელში მიჭირავს, 1000 წელი რო იცხოვროს დედამიწამ და იარსებობს, აი საქართველოში ესეთი ინფორმაციები ჯერ არც არავის ქონია და არც 1000 წელი კიდე რო იცხოვროს, არც ერთ ბლოგერს არ ექნება ის ინფორმაციები, იმიტომ რომ მე ისეთი ინფორმაციები შემოვიტანე, გავაერთიანე და ჩვენს ესე ვთქვათ ენას, მამულს და სარწმუნოებას შევუხამე, რომ თან ისე რომ ეს ყველაფერი ჩვენი იდენტობა და ტრადიციები არ დაზიანდეს, რომ ამას ვერავინ ვერ შეძლებდა. იმიტომ რომ ვინც კი რაღაცას ბლოგერობს და ვინც კი რაღაცა იმას რა ქვია ინფორმაციებს აცნობს ხალხს, ყველა გადასულია რომ ძველი აღთქმა უპირატესია ახალ აღთქმაზე და ესა იმაში რა ქვია ნათლობა ის არისო რა ქვია სულის დაბლოკვა ყოფილა თურმე ნათლობა და აი ესეთი რაღაცა ინფორმაციები შემოისაზღვრება ხალხი, რაც არის ძირითადად წვალებლური, იმიტომ რომ სასულიერო განათლება არ აქვს ამ ხალხს და რაღაცა საეკლესიო განათლება მიღებული აქვს იქიდან რა ქვია საინფორმაციო გამოშვების მამაოების ჯიპების მამაოებზე შედგენილი ჯიპების სიუჟეტებიდან. ამიტომ ამ ხალხმა არ იცის რას ლაპარაკობს და რეალურ სასულიერო და ესე ვთქვათ თეოლოგიურ ლიტერატურასთან შეხება არ აქვს. და იმიტომ რომ მთლიანად ეს ვთქვათ ძველი აღთქმის სისტემა, ძველი აღთქმის პერიოდები, თვითონ ეს ეპოქები რაც გამოიარა, ხო? თვითონ ბიბლიურადაც და ისტორიულადაც ხო ეს შენობა ნაგებობები ჩვენ რო შემოგრჩა, ფაქტია რომ შემოგრჩა და ჩვენ ალტერნატივ შიკებს ვერ დავუჯერებთ იმას, რომ სიტყვაზე უბრალოდ ამ წუთას გაჩნდა და მორჩა. კი, შეიძლება ჩვენ დავსხდეთ და ვისაუბროთ, რომ მოსკოვის ძველი არქიტექტურა და ძველი მოსკოვი რაც იყო და პლუს ევროპაში სხვადასხვა ტიპის ქალაქები, ხო? და რომ დაჯდები შენ და კალკულატორზე იწყებ დაანგარიშებას, რომ რამდენი მილიონი აგური არის დახარჯული ამ შენებებზე, ძველი მოსკოვისა და ძველი ასეთი ანუ აგურით ნაშენი ტიპის არქიტექტურის ტიპის შენობებზე, იქ შენ აწყდები იმას, რასაც ეს ალტერნატივ შიკები, რასაც ამბობენ, ერთი ეს სწორია, რომ იცი რა, ლაფატკა, ანუ ხელში ლაფატკა მომარჯვებული ქრისტიანი ვერ ააშენებდა, მაშინდელი ქრისტიანი ვერ ააშენებდა ასეთი ტიპის მოსკოვს. მაშინ ჩვენ ადგებით ჩვენი გზები იყოფა ორ ნაწილად, რომელსაც ჩვენ ბოლომდე ვერ გავარკვევთ, რომ ეს შენობები მატრიცაში ან დაპრინტერდა, ესე ვთქვათ, მატრიცულ სიმულაციაში გაჩნდა, როგორც ერთ-ერთი განახლება, ან კიდევ ეს აგურები მოგვცა ჩვენ სხვა ცივილიზაციამ თუ რაღაცნაირად მოგვეცა ჩვენ ეს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიწარმოებია და ამ აგურებს და იმას კი ვაწარმოებთ ჩვენ ნაწილს, მაგრამ ძირითადად ამ მასალებს ჩვენ დღესაც არ ვაწარმოებთ. ცემენტს, აგურს, იმას ჩვენ ამას დღეს არ ვაწარმოებთ. კი, პატარ-პატარა ცეხები აქვს, ბეტონის ცეხებიც აქვს და იმის რა ქვია, ბლოკის ცეხებიც აქვს და პატარა საწარმოებიც აქვს სოფლებში და აკეთებენ ბლოკსაც და ყველაფერს, მაგრამ ის რაოდენობა გიფსოკარდონი და რაღაცა რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება სამშენებლო მასალებში და ყველაფერი დაწყებული საბურავებიდან დამთავრებული პალმის ზეთით, ხო? ამას ჩვენ არ ვაწარმოებთ დღესაც. შესაბამისად, ჩვენ ანუ ჩვენი ცივილიზაციური ჩატვირთვის ტოლფასად უნდა განვიხილოთ ძველი ცივილიზაციური ჩატვირთვები. ხო და ამიტომ ხა რაღაც ნახაზებს ვაკეთებდი ჩემთვის აქ. ნუ ეს ახლა ქვევით რაღაც საკითხზე მჭირდებოდა და დავტოვე და ზევით მივაბი. ძველი აღთქმის პერიოდი, ზიარების დაწესება, ქრისტეს ჯვარცმა და ახალი აღთქმის დაწყება, ჩვენი დრო აპოკალიფსი. ანუ აი ამას ყველაფერს, ანუ ბიბლიას და მატრიცულ სისტემას ჩვენ ნელ-ნელა გავაერთიანებთ. მატრიცული სისტემა არანაირად არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას. პირიქით არის წმინდა მამები, რომ რაღაც ერთ-ერთი წმინდა მამას რო ქონდა ხილვა, დავინახეო დედამიწაო, რომელსაც დემონის ბადე ხონა შემოხვეულიო. აი ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ამ დემონურ ბადეზე, ამ სისტემაზე, რაც შექმნეს ანუნაკებმა და რეპტილოიდებმა. აი და ზუსტად აი ამ დემონური ბადის და ქსელის ერთგვარი ნაშთები არის ეს პირამიდები. ანტიკური ხანის ნაგებობები ევროპაში, ათენში,
ათენის ეს ძველი ნაგებობები, აკროპოლისი და ისინი თითქოს რომ ბერძნული იმპერია არსებობდა, არანაირი ბერძნული და არანაირი რომაული იმპერია არ არსებობდა იმ სახით, რასაც ჩვენ გვიყვებიან. პეტერბურგის მთელი საოცარი მუზეუმები და ნაგებობები, რაც არის ეს ყველაფერი, ეს არ შეიძლებოდა იმ პერიოდში ვიღაცას ეგ რომანოვებს და ვიღაცებს ეკატერინე მეორეს და პეტრე პირველს და ამათ დაეფინანსებინათ. გამორიცხული ამ ყველაფრის დაფინანსებაზე საუბარი და რაღაც აშენებაზე, ან იქ ისეთ სიზუსტეებზე, ისეთ დიდ სვეტებზე არის საუბარი, იქ ამ წეგრანი დღესაც რო ვერ წერს და მოკლედ მაგას დეტალებში განვიხილავთ და მომავალში თუ იქნა საშუალება დიდი სიამოვნებით ჩავალ პეტერბურგში და დავათვალიერებთ და კაი ბლოგებსაც გადავიღებთ და გაჩვენებთ, რომ აი ამ ყველაფრის მშენებლობა მაშინდელი ადამიანისთვის იქნებოდა შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ როგორ. მე როგორ იყო იცით რომ მე მქონდა ეს ეჭვი, რომ მე ესეთი ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ნაგებობები იყო წინა ცივილიზაციური ჩატვირთვების ნაშთები. ანუ ეხლა რისი თქმა მინდა. ეხლა ვინც თამაშობს PUBG-ს, მე ვამბობ PUBG-ს, იმიტომ რომ დისკებზე და PlayStation-ზე რო თამაშებია, ის საერთოდ სხვა რამეა. ჩანაწერის თამაშები სხვა რამეა. აი PUBG-ს ვინც თამაშობს, ის მიხვდება. ვინც არის ის ეხლა ვინც შედარებით ასაკით დიდია და არის რა არის PUBG? PUBG არის შუთერ გეიმინგი, ანუ სროლებით, ანუ იარაღით რო დადიხარ ადამიანი და ისვრი. თამაში არის კომპიუტერში და არის აი აქ ტელეფონშიც მეც ყოველდღე ვთამაშობ. და ეხლა ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? შეხედეთ გარკვეული რელიგიური მოვლენებიდან გამომდინარე, გარკვეული წმინდა მოწამეებიდან გამომდინარე, რომლებიც სიტყვაზე იმ მონღოლებმა აწამეს, რომლებიც აზიიდან ჩამოვიდნენ აქ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდნენ. მაგრამ ჩვენ ახლა წმინდა მოწამეებს ხო ვერ უარყოფთ. აი ამიტომ რადგან ესეთ ჩიხში შევედი, მე დამებადა ესეთი ვერსია ჩემთვის, ესე ვთქვათ, ჩემთვის პირადად, იქ ლაივებში ვახსენე ერთ-ორჯერ, რომ ეს იყო, ანუ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სიტყვაზე აზიიდან წამოვიდეს სტერი და შენ დაგიპყროს. ორნაირად იყოფა ეს ის, რომ ერთი ის, რომ რასაც ისტორიაში არ გეუბნებია, რომ ესე იგი, ხო, ერთი ვარიანტი ის, რომ სიტყვაზე თქვა თემურლენგია თუ იქ ვიღაცა სხვადასხვა ტიპის დამპყრობლები, ხო? თქვა დავიღოთ თემურლენგმა შეკრიბა არმია და წამოვიდა. ერთ ვარიანტში, რომ რასაც ისტორია არ გვიყვება, რომ მათ ჰქონდათ პორტალების გახსნის საშუალება, ის პარიზის არკები და თაღები, რომ ზოგი პორტალებად მუშაობდა. ნუ ან ეს თაღები იყო პორტალები და ამ მაგ პორტალებით გადაადგილდებოდნენ დიდ ტელეპორტაციას აკეთებდნენ. ანუ 5000 კილომეტრს იქით ახდენენ ტელეპორტაციას, ესე ვთქვათ, და ამ შემთხვევაში მათ პლუს ამ შემთხვევაში ანუ იკრიბებოდა, თქვა ეს ჯარი, გადიოდა პორტალს, აღმოჩნდებოდა სხვა ქვეყანაში და პირდაპირ საბრძოლო ველთან ახლოს მიჯირით დებოდნენ და იწყებდნენ ბრძოლას და დაპყრობას. და ამ ვერსიაშიც პლუს საჭირო არის პორტალების არსებობა და პლუს საჭირო არის ის, რომ მათ გამზადებული ხმლები, ანუ ანუნაკების ამ უცხო ცივილიზაციას, რასაც ჩვენ ახლა რომლებიც ჩვენც ასევე გვამარაგებენ, ხო? რომ ამ ანუნაკების ცივილიზაციას, ეგრეთ წოდებული ანუნაკების ცივილიზაციას უნდა მიეწოდებინათ მეტალის რესურსი რა, ანუ ზოგი დამზადებული ფარხმალი და აბჯარი და რაღაც ნაწილი თქვა იყო იქაურო სახელმწიფოში სიტყვაზე შეიძლება და ყოფილიყო თქვა 100 დურგალი, 100 მჭედელი, ეს 100 მჭედელი რაღაცა რაოდენობა ხმალს გამოჭედავდა, მაგრამ საერთო ჯამში ეს 100 მჭედელი ეყოფოდა 1000 კაციან არმიას და დანარჩენ 200,000 კაციან არმიას მე მგონი გასაგებად ვსაუბრობ. ნახეთ, რომ დანარჩენ ანუ 100,000 თქვა 1000 კაც მჭედელი დაუმზადებდა ხმალს, მაგრამ დანარჩენ 200,000 კაციან არმიას უკვე გამზადებულ ხმლებს, ანალოგიურ ხმლებს ეს გარკვეული ფორმით გარდამავალი ეტაპებით, ანუ ხელი და ხელში ისე მივიდოდა მათთან ამ ჯარისკაცებამდე, რომ ვერ გაიგებდა ხალხი საიდან მოდიოდა ეს ხმალი. ანუ საჭირო იქნებოდა თუ კი ეს ომებია, ამ ომებს თუ რეალურად უნდა ეარსებათ, საჭირო იქნებოდა ის, რომ მეტალით და აი ამ მოკლედ მეტალურგია ვერ იარსებებდა იმ პერიოდში ქარხნების და მთელი ამ სისტემების გარშე, ანუ რა ცივილიზაციური ჩატვირთვაც ახლა ჩვენთან არის, ვერ იარსებებდა მეტალი, ეხლაც ვერ იარსებებს და ეხლაც გვაწვდიან ჩვენ. ანუ აძლევდნენ ესე იგი აბჯარს და მთელ ამ მეტალის რა ქვია ლითონის რესურსებს
და უხსნიდნენ პორტალებს და გადაყავდათ ჯარები თქვა თბილისში იქ და იყო დაწიოკება და ომები. ეს ერთ ვერსიაში. ხოლო მეორე ვერსიაში, ხა მესამე ვერსიაც შეიძლება გამიჩნდეს არც, მაგრამ მეორე ვერსიაში, რატომ ახსენებ PUBG? მეორე ვერსიაში თუ შენ ამათ არ მისცემ ფიზიკურად მატერიალურ, ესე იგი მატერიალურ ლითონს, ანუ ლითონის ნაწარმს შენ თუ არა მიაწვდა ამ აღჭურვილობას და ტყავის აღჭურვილობა და 1000 რაღაცა იქ ნალების დაჭედება და იმის რა ქვია იმის დასაფენი რო არის რა ქვია იმას ცხენზე რო უჯდები და აღვირი და ყველაფერი უამრავი დეტალია რკინისა და ტყავის დეტალები რა აი თვითონ გადაღებების დროს ვისაც მიუღია მსგავს ტიპის გადაღებებში მონაწილეობა ნახავთ რამდენი დეტალია ძველი მეომრის 68 აწყო ხო აი ან ესე იგი ან აძლევ ამ ყველაფერს და ტელეპორტაციით გადაკავს სხვა ქვეყნებში და ან კიდე მეორე შემთხვევაში ესენი არიან ციფრული ავატარები ანუ ისეთივე ციფრული ავატარები ანუ ციფრული პერსონაჟები როგორც არის PUBG-ში თამაში შენც როდესაც შედიხარ შენი ავატარი გაქვს და თამაშობ და იქაც ტურში დაყოფილია რომ 100 კაციდან არის 20 მოთამაშე რეალური დანარჩენი 80 არის სიტყვაზე ბოტი ბოტ პროგრამა როგორც ჩვენს ცხოვრებაში ხო და იქაც ახლა რატომ ახსენე PUBG? PUBG-ში არის რა რომ გარკვეული ტურები არის, სადაც ონლაინ რეალურ დროში თამაშობ. ეგეც ახლა ტექნოლოგიურად როგორ ხდება მაგას მე ვისაუბრებთ. ონლაინ თამაშობ და თქვათ იქ ერანგელი და სხვადასხვა ტიპის ტურები და ეს რაღაცა რაც არის სათამაშო პლატფორმები და პოზიციები იქ განახლება, როდესაც გამოდის PUBG-ს 4.4.2 ვერსია, 3.8, 3.8 ვერსია, ესე რო ქვია, ხო? სხვადასხვა ვერსიები რო გამოდის, იქ იყო ასევე, რა თქმა უნდა, ისტორიული ფარაონები, 1800-იანი წლების განახლება, მატარებლები, 1000 რავი, აი მამონტების და ხო, მამონტების ეპოქა, ძველი ეპოქა, რაღაც მუშკეტერების ეპოქა, რაღაც სხვადასხვა ტიპის დინოზავრების ეპოქა, ანუ განახლებები შემოდის და შენ იქ პლატფორმა და ნახეთ ესე იგი რელიეფი ბუნება არის ძირითადად ერთი და იგივე უბრალოდ იცვლება დროდადრო იცვლება დეკორაცია მაგრამ როდესაც დეკორაცია იცვლება ახალი დეკორაციის და ანუ დეკორაციაში გულისხმება ანძები ხიდები გამწვანებები და რაღაცა ტიპის შენობები ანუ ახალი დეკორაციების გარდა შენ ასევე ხვდები ძველ დეკორაციებს ანუ ხვდებით რაზეა საუბარი ანუ ეს პირამიდები თელი ეს ანტიკური ხანის ნაგებობები ეს არის წინა თამაშებს მაგ ან დედამიწაზე არის პლატფორმა სადაც რელიგიურად რო ვთქვათ სული იღებს გამოცდილებას ეს არის სულიერი გამოცდილების და სულიერი ტრანსფორმაციის ტერიტორია მაგრამ მატრიცული გაგებით ეს არის მატრიცული თამაშის პლატფორმა სადაც ჩვენ შემოვდივართ და ვთამაშობთ ჩვეულებრივად ვთამაშობთ და ჩვენ გვხვდება თქვა მე რაღაცა ტიპის ციხესიმაგრე შემხვდა ეს ისტორიაში რომ მიყვება რომ აქ ჯარი იყო ალყაში იყო შემორტყმული და ისინი არ დებოდნენ და თევზი ამოქონდათ მიწისქვეშა გვირაბიდან დინარიდან ეს ყველაფერი სისულელეები არაფერი თევზი არ ამოქონდათ დინარიდან ეს არის წინა თამაშის განწინა კონკრეტულად ეს მე გეუბნებით როგორ იცით რომ ეს ჩემთვის არის ესეთი რეალობა უკვე მე ამას 100%-ით მივხვდი და თქვენ თუ გინდა გაიზიარეთ თუ გინდა ნუ გაიზიარეთ აზრ თქვენი ნება რას დაიჯერებთ და რას არა არავინ არაფერს არ გაძალებთ ანუ ჩემთვის ესეა რომ უკვე გასაგებია რომ ეს არის წინა მატრიცული განახლების ნაშთები. იქ რაღაც შეტაკებები რო იყო რაღაც მომენტში დაინგრა რაღაცა ნაგებობები და ეგრე დარჩა გარდა რაღაც ნაგებობები პირდაპირ დანგრეულ მდგომარეობაში ესე თქვა დამონტაჟდა იმაში რა თამაში რა. და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ სიმულაციურ თამაში ვართ და მატრიცა არის სიმულაცია ჩვენ ცხოვრება არის სრულიად სიმულაცია და ამას თვითონ რელიგია ამბობს რომ ამა ქვეყნის სული და ამ ქვეყნიურს არ უნდა დაეყრდნოს ადამიანი და სახარებაში რომ სახარებაში რაც არის ქრისტეს ქადაგება ასევე რომ ამ ქვეყნიურს ნუ ეძიებთ და ამ ქვეყნიურ პურს ნუ ესე ვთქვათ ნუ და სიმდიდრეს ნუ მოიხოჭთ იმიტომ რომ ამ ქვეყნიურ სიმდიდრეს იქ ქურდი მოგპარავს ჭია შეჭამს და იფიქრეთ იმ ქვეყნიურს ანუ ზედა განზომილებებზე როდესაც არის საუბარი ანუ შენ უკვე აქედან უნდა გადახვიდე ზედა განზომილებებზე მაგრამ აქ კონკრეტულად აქცენტი მაქვს მე გაკეთებული იმაზე რომ ტვინის მსხრევას აზრი აღარ აქვს თუ რა ვინ ააშენა რომელ საუკუნეში ააშენა ამ საუკუნეებსაც ჩვენ ზუსტად ვერ განსაზღვრავთ პირამიდები
ხეობსის პირამიდა იქნება თუ საქართველოს არსებული პირამიდები და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პირამიდები. ასევე ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთის დიდ კედელზე ერთი მე თუ მოვიცადეთ ცალკე ვიდეო უნდა ვთარგმნო. როგორი აბსურდი არის ზოგადად ისტორიულად ეს ჩინეთის დიდი კედელი, ხო? აი ეს ჩინეთის დიდი კედელის და ყველა ესეთი ტიპის და ინდოეთში რო უძველესი ტაძრებია, ხო, ძალიან უცნაური, უძველესი, მაღალ ტექნოლოგიური სულიერი ტაძრები, რომლებსაც დღესაც ვერ გააკეთეთ, ერთი მთლიანი კლდისგან არის გამოკვეთილი, ხო? ეს იქ ხელით დამუშავდა თუ მატრიცული პროგრამით მოხდა მისი გამოპრინტერება, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი არის წინა ცივილიზაციური ჩატვირთვის, აი როგორც PUBG-ში არის გარკვეული შენობა ნაგებობები, ზოგი ძველი ვერსიით რჩება ახალ განახლებაში, როდესაც პერეზაგრუსკა გადატვირთვა მოხდება, ან ზოგი ძველი შეფუთვით რჩება, ზოგიერთი თქვა ბენზინგასამართი სადგურია თუ ხიდი, ზოგიერთ პატარა დეკორაციული განახლება, ან ვიზუალური განახლება უკეთდება. მე მგონი გასაგებად მოვყევი. ანუ ეს არის რა და შემდგომ ეხლა სიტყვაზე აი სიტყვაზე ბევრი ფოტო მაქვს მაგის ეხლა ეს პირამიდებში რო კვლევა მიდიოდა და მე ფოტოები რაც გაჩვენეთ და TikTok-ზე აქაც რაც გაჩვენეთ ეხლა კვლევა რომ მიდის რომ ეს თქვა ხეობსის პირამიდებში ეს ჩასასვლელი ისეთი სპირალისებული ჩასასვლელები რო აღმოაჩინეს იქ სკანერებზე და ასე შემდგომ მან არის ეს აქ უკვე კიდე ორ ვარიანტად იყოფა ეს საკითხი რა რომ ეს დეკორაციები რაც არის ეს შენობა დეკორაციები ხო წინა ცივილიზაციურ ჩატვირთვაში ამას შეიძლება უბრალოდ დეკორაციული ფუნქცია ჰქონდა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში შეიძლება მართლა გამოიყენებოდა ეგვიპტის ფარაონების დროს იქ რაღაცა ელექტროენერგიას გამოიმუშავებდნენ სივრციდან თუ რაღაცა სასწაულებს ახდენდნენ თუ იქიდან მეფობდნენ თუ როგორც იყო ხო ხვდებით ანუ თუ ეს კვლევა რასაც ეს სკანერებზე რასაც აჩვენებენ ეს მეცნიერები თუ გამოგონილი არ არის და კონსპირაციული თეორია არ არის და ანუ ესენი რასაც აჩვენებენ თუ მართლა ესეა მაშინ ანუ ამ დეკორაციული შენობა ნაგებობებს ეს შინაგანი შიდა სივრცეების ჰქონია და პლუს ჩასასვლელები რეალურად ჰქონია ქვედა ცივილიზაციებთან რომლებიც ეს ქვედა ცივილიზაციებიც ყველა ვარიანტში უნდა არსებობდეს და ეს კავშირები არსებობდა მთლად ბოლომდე დეკორაცია არ იყო მაგრამ მაინც იყო წინა ცივილიზაციური განახლებისთვის რა ხო მიხვდით რისი თქმით ანუ და ეს ვერსია მე უკვე ერთ გოგოსთან ინტერნეტში მოვუსმინე რა ერთი ბლოგერი რაღაცა ყვებოდა რაღაც ინტერვიუ იყო და მე ველოდებოდი ერთი აი მეთქი აი მე ვერ წარმომედგინა რომ ამას ვინმე იტყოდა ანუ მე ეს იდეა იქამდე გამიჩნდა სანამ ვინმესგან გავიგებდი და მე როდესაც ეს ინფორმაცია მოვისმინე რადგან ერთმა ადამიანმა მაინც დაადასტურა ჩემთვის ეს უკვე არის რეალობა იმიტომ რომ სხვა შანსი აქ არ არსებობს გამორიცხულია ის რომ რაღაცა ვიღაცა რომის იმპერიები და ააშენეს და უკეთესი რომის იმპერიაში ყოლია თურმე უკეთესი ინჟინრები კაცო გას მელაპარაკებთ ხახო ხახ ორსართულიანი სახლი ვერ აუშენებია აგერ თებში და იმაში და რომის იმპერიაში ყოლია თურმე უკეთესი ინჟინრები იმისი არ იყოს 50 წლის წინ შეგვეძლო გაფრენა მთვარეზე ეხა ტექნოლოგიები დავკარგეთ ნუ რა სისულელეებია ხო მაგაზე კიდე ცალკე ვიდეოს გადავიღებ ამიტომ ბოლოსთვის მოვიტოვებ ეხლა ამ ასე ვთქვათ ინფორმაციას რაც შევადგინე და რაც დავამატე ინტერნეტიდან და აი ჩვენი ერთ-ერთი ბოლო თამაშია და ეხლა ახალი განახლება ამ მცირე განახლებები ჩვენს სიმულაციაში ხდება ნუ ეპოქალური განახლება იქნება რა თქმა უნდა აპოკალიფსის დროს მაგრამ ეხლა იწყება მოთამაშეებს ანუ ეგრეთ წოდებული ვარსკვლავური სულების გამოღვიძების პერიოდი დადგა და ამიტომ ახალ განახლებაში გადავდივართ ჩვენ რეალურად ახალ განახლებული ვერსიაში იმიტომ რომ ძალიან შეიცვალა სამყარო ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში და ამაზე ვისაუბრებ ეხლა ერთი-ორ გვერდს წაგიკითხავთ ლეპტოპიდან და სანამ წაგიკითხავთ გეტყვით ესე იგი წეღან დაუბეჭდე რომ ბეჭდავდი სრულიერი ტრანსფორმაციის გზა გადის სრულიერი ტრანსფორმაციის და ზეცნობიერთან მიღწევა შესაძლებელია ხმეთქი მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის გზით მეთქი და დაუბეჭდე ლოცვით მარხვით აღსარებით მეთქი და ეგრევე რომ დავაჭირე ესე იგი აბზაცზე გადასვლა და ახალი წინადადება დავიწყო თუ არა ეგრევე ლეპტოპმა აურია
იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ზოგადად ხელოვნური ინტელექტისთვის და დემონური სამყაროსთვის მიუღებელია, რომ შენ მატრიცას სვავ ბიბლიასთან ერთად და რეაგირება მოახდინა და კომპიუტერმა აურია, რომ ამ კომპიუტერს არასოდეს არ მოვრევია, გაჭედა და გადატვირთვა მომიწია რა. უბრალოდ გაჭედა კომპიუტერმა, აი ესე Word-ის ხო არის თამაშმა გაჭედა, Word-ის ფაილმა გაჭედა. აუღრია კომპიუტერმა. იმიტომ რომ ეს თვითონ ეს ამაზე ვისაუბრეთ მე. ეხლა მე ძალიან ბევრ რამეს ვიკვლევ და პაუზები რომ აქ არ გეგონოთ, რომ სადღაც თებში ვარ მხართეძოზე წამოწოლილი, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვამუშავებ და ნელ-ნელა შემოგაგებებთ და ჯერ ესე ვთქვათ, აბნეულად ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებზე, მაგრამ მე დროთა განმავლობაში ამ თემებს უკვე რომ დაგროვდება, კარგად დავალაგებთ რა რესურსები შემოდის ჩვენთან ან ესე ვთქვათ, აი სიტყვაზე პალმის ზეთის სიტყვაზე ხო ვთქვათ 10 ცალს აწარმოებს რაღაცა ქარხანა, სადღაცა დანარჩენო მილიარდ ნახევარ ბოთლს ბეჭდავს ან მატრიცა, ან კიდევ რაიმე ტიპის პრინტერზე, სადაც არსაიდან ხდება მატერიის რეალიზება, მატერიალიზაცია რესურსების და ან კიდევ უცხო ცივილიზაცია მიწის ქვეშეთიდან გვიგზავნის აი ამ ყველაფერს, რაც ანუ ჩვენ არაფერი, ანუ ადამიანებს ჩვენ არაფერი არ გამოგვიგონებია, არაფერი არ შეგვიქმნია, საერთოდ აქ არაფერი არ შეგვიქმნია. კედელზე ლურსნის მიჭედებაც კი არის ის ადამიანმა, ეგეც კი ასწავლეს. და არაფერი არ შეგვიქმნია და არასოდეს არაფერი არ გვიწარმოებია. მცირე ქარხნების გარდა, სადაც ინსტრუქციებით რომ ეს ყოფილიყო წარმოების, ამ ეკონომიკის და წარმოების fake ეფექტი რო შექმნილიყო, რომ ხალხს გონებოდა, რომ ისინი აწარმოებენ ამას რა. მცირე ქარხნები რაღაცა რაოდენობას სოფლიოში მცირე რაოდენობას აწარმოებენ. ხო ხვდებით? თქვა იქ არის ძროხების ფერმა ერთი, მაგრამ თქვაც რომელიც 1000 ძროხას კლავს თქვა თვეში, მაგრამ სოფლიოს სჭირდება მილიარდობით ძროხა და ეს მილიარდობით ძროხის ხორცი საიდან მოდის, ეგ არავინ არ იცის. აი ეგეთი ისა ვარიანტია რა და ხო და ეს ტექნოლოგიებიც ასევე შემოდის და უკვე რამდენიმე ანუ ალტერნატივში კი ბლოგერების გარდა კიდე სხვამაც დაადასტურეს, რომ ნამდვილად ჩვენ ეს ტექნოლოგიები არ მოგვიგონებია არაფერი. უკვე კარატიშკა რობოტები ყავთ, აგერ კარატის მებრძოლები იბრძვიან. რომელმა ადამიანმა უნდა შექმნას ეგეთი რა სისულელია ხალხო. ეგ ერთი, მეორე, აი ეს მონიტორები, ეს არის პორტალები და ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ ინტერნეტი არ არსებობს, ელექტროენერგია არ არსებობს, თითქმის არაფერი არ არსებობს, ყველაფერი არის ვიზუალური დეკორაცია ამ მატრიცულ სიმულაციაში და ჩვენ ამას დეტალებში გაგაცნობთ ნელ-ნელა. ვისთვისაც საინტერესოა მოусმინეთ და ვისთვისაც საინტერესო არ არის, ნუ მოусმეთ, ან თუ გაღიზიანებთ, ნუ მოусმეთ. თუ ადამიანს შენ შეხედულება ჩამოყალიბებული გაქვს, რატომ უნდა შეგიცვალოს ამან? მე ჩემს აზრს გეუბნებით და ჩემს კვლევას გაცნობთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხო? ამიტომ ეს ხელოვნური ინტელექტი, აი მატრიცული კოლაიდერი ამუშავებს ალბათ ხელოვნური ინტელექტს, ოღონდ ChatGPT-ის ხელოვნური ინტელექტზე არ არის საუბარი, რეალურ ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი, რომელიც აი მონიტორებიდან ვიზუალს გვიქმნის, ორგანზომილებიან ჰოლოგრამას ქმნის რა. ანუ ამას დეტალებში გავივლით, ანუ რისი თქმა უნდა, იცით რომ იცოდეთ რომ ძალიან შორსა ვარ კვლევებით, აი ძალიან შორსა ვარ წასული უკვე. აი ეს მონიტორი და შემოსასვლელში რომ სარკე მიკიდია, ორივე არის ინტერაქტიული ჰოლოგრამა. აი ორივე არის ინტერაქტიული ორგანზომილებიანი ჰოლოგრამა, ორივე არის ტექნოლოგია. ანუ აი ამ მონიტორსა და სარკეს შორის არაფერი განსხვავება არ არის. ერთის მხრივ არის თან ტექნოლოგია, თან პორტალი რა. ანუ თქვა Word-ის ფაილს თუ ვკითხულობ მე ამ მონიტორზე, აქ შიდა ნაწილები ტყუილა აქვს ამ კომპიუტერს, ლეპტოპი მიდევს წინ. საერთოდ ტყუილა აქვს, იქ არაფერი არ ფუნქციონირებს, ჩვეულებრივი აი სისულელეებია, რაღაცა დედაპლატები და პროცესორები. საერთოდ მათ რაიმე შენახვა შეუძლებელია. ანუ ეს მონიტორის შუშა და სარკის შუშა არის ერთი და იგივე ტექნოლოგია. აი სარკეც ეს მონიტორი, ამას ჩვენ არ ვაწარმოებთ, ესეც შემოდის ჩვენთან და აი როგორც სიტყვაზე ახლა მე ხო წერ კამერას, აი თუნდაც აგერ ის რო არ აქვს, ტელეფონით ვიღებ Samsung-ის ტელეფონით, სელფი კამერით ვიღებ ახლა მე ვიდეოს, მე ვხედავ ჩემ თავს, როგორც ეს ირეკლა, ანუ როგორც რაღაცა წამის მიასადებით ცოტა აგვიანებს, რა თქმა უნდა, სარკესთან შედარებით, თქვა და ხელის მოძრაობა, ხო ხდებით? ისეთი სწრაფი არ არის და ისეთი ზუსტი დეტალიზაცია არ აქვს, როგორც სარკეს, ეს ეგეც სპეციალურად. მაგრამ აი როგორც ახლა მე როგორც სარკეში ხო ვხედავ ჩემ თავს, ანალოგიო აქ ესეც ირეკლავს.
აი ესეც ანალოგიური ინტერაქტიული ჰოლოგრამაა. ანუ როგორც ეს კამერა ტექნოლოგიურად ირეკლავს ჩემს ესე ვთქვათ ავატარს, ანალოგიურად ხდება ანუ სარკეში ხდება ჩემი ვიდეო გადაღება სარკის მიერ, ანუ სარკის საშუალებით ხელოვნური ინტელექტის მიერ, ანუ სინამდვილეში სარკე მე კი არ მირეკლავს, არამედ ხელოვნური ინტელექტი სარკის საშუალებით მიიღებს მე ვიდეოს და უსწრაფესად ყისიერად, ანუ ასე როგორ ვთქვა, ჩემს მოძრაობასთან თანადროულად ამეორებს, აი როგორც მე ვთქვა, ხეს მოძრაობას ვაკეთებ რაღაცას, ხო მეორდება იმაში, რა ქვია, კამერაში. ანალოგიური კამერა არის სარკე. მიხვდით ხო რას ვამბობ? ამას დეტალებში გავივლით რა. პლუს სარკეს აქვს ცოტა არ იყოს მისტიური მხარეებიც, რაც აი ამ კამერის კონტექსტში არ ჯდება და მაგასაც მე ექსპერიმენტებს ჩავატარებთ, განვიხილებთ და ასე შემდგომ რა. ანუ სარკე და ტელევიზორის მონიტორი, კომპიუტერის მონიტორი, ეს არის ერთი ტექნოლოგია. ეს არის ჩვენი მატრიცული ცივილიზაციის ტექნოლოგია და ასეთი ტიპის ტექნოლოგიები ღმერთების ბრძოლა რომ მიდიოდეს, მითოლოგიური ბრძოლები, რაღაცები, თუნდაც ანუ არსებობენ თუ არა დინოზავრები არსებობენ თუ არა, მაგაზე პასუხი არის კიც და არაც. ცივილიზაციურ ჩატვირთვაში არსებობდნენ და მორჩა შემოიყვანეს, როგორც PUBG-ში აჯდებოდი დინოზავრს თავზე და დარბოდი, აეგრე რა, ჩვეულებრივად. აქ ბიოლოგიურ საწყისებზე არ არის აქ საუბარი. უბრალოდ პერსონაჟები შემოვიდნენ თამაშის, დაჭირდათ და მორჩა რა. მოკლედ, ეხლა მე რაზეც ვისაუბრე, ძალიან ბევრ თემას მოიცავს და დეტალიზაციაში ნელ-ნელა მოგიყვებით კიდე ცალ-ცალკე დეტალებში რა. ეხლა ვისაუბრებთ ვარსკვლავური სულების შესახებ, წაგიკითხავთ და მორჩება ვიდეო. მე ერთ რამეს გირჩევთ, რომ ჭკვიანური შეკითხვები დასვათ, ანუ კარგი კითხვები დასვით, მე უფრო გონება მეხსნება მე და რაღაცები ინფორმაციები მახსენდება და შეიძლება კარგი ვიდეო გადავიღო თქვენს კარგად დასმულ შეკითხვაზე. მე მებრძვით და ვცდილობ ჩემს გაჩუმებას, კაცო, ლაპარაკობ, ბლოგებს ვიღებ. თუ არ მოგწონს გადართე, მეტი რანაირად დავხსნა. ხო, ვარსკვლავური სულები. ეხლა რა პროცესები მიდის ახლა ჩვენთან? მოთამაშეებს ან მატრიცულ მოთამაშეებზე საუბარი. ვინც ვერ ერკვევა ამ თემებში და პირველად უყურებს ამ ჩემს ვიდეოებს, ახლა იმათ მე ვერაფერს ვერ აუხსნი. მატრიცის დასაკრავის სიას უნდა გაეცნოთ, გაყალბებული ისტორია და პირამიდები და მთელი თემები. მოთამაშეების, ანუ ვარსკვლავური სულების გამოღვიძებისა და მათი ერთად შეკრების დრო დადგა. ვინ არიან ანუნაკები და აქ საერთოდ რა შუაში არიან ისინი? ანუნაკის ცნობიერება ეს გახლავთ შემოქმედის ცნობიერება, რომელიც აქ დედამიწაზე ამყარებს წესრიგს. ანუნაკი ეს არის ღვთაებრივი წესრიგი და ღმერთის მიერ დადგენილი პირდაპირი გამცილებლები. ანუნაკებს შორის კი არიან ვარსკვლავური სულები, ეგრეთ წოდებული პლანეტა დედამიწა, ეს გახლავთ ღვთაებრივი შემოქმედება და ეს არის ვარსკვლავური სულებისა და მოთამაშეების სათამაშო მოედანი. აი რეპტილოიდები კი კაცობრიობის ევოლუციის ფარგლებში არიან შექმნილები. რეპტილოიდებს მიეცათ ხელმწიფება, რათა მატრიცის ბადე და ილუზიური ცნობიერების ქსელი შეექმნათ, რომელიც Wi-Fi-ის ქსელის მსგავსად, ეს გახლავთ კონკრეტულად განსაზღვრული ქსელი, რომელსაც ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედების განსაზღვრული ზეგავლენა გააჩნია და სანამ ადამიანი არ არის გამოღვიძებული და ზეცნობიერში არ არის მისი მენტალობა გადასული, იქამდე ეს მატრიცული ცნობიერების ქსელი ადამიანს გარკვეულ დაბალ ვიბრაციულ დონეზე აკავებს და არ აძლევს ზევით ასვლის საშუალებას. ზუსტად ეს არის ის დონე, როცა რეპტილოიდებს ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ეს მოვლენები იდეალურად არის ასახული 1988 წლის ამერიკულ ფილმში ისინი ცხოვრობენ, They Live. ამ დონეზე მყოფ თქვენს ცნობიერებასა და შიშებს რეპტილოიდები პირდაპირ კითხულობენ და ხედავენ და მათ კონტროლის ქვეშ ეყოლები იქამდე, სანამ არ გამოიღვიძებ. აი თუ კი ადამიანი გამოიღვიძებს და ზეცნობიერს დაუკავშირდება, მაშინ ამის მერე მათი ზეგავლენა ადამიანზე თითქმის შეუძლებელი ხდება. ზეცნობიერთან დაკავშირება კი მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის გზით ხდება. ლოცვით, მარხვით, კეთილი საქმეების კეთებით, აღსარებით, ზიარებით და საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის მიღების საშუალებით ხდება.
საშუალებით ხდება ადამიანის სულიერი ტრანსფორმაცია და არა გარკვეული მედიტაციების გზით, რომლის დროსაც ადამიანი ბოროტ ძალებს საკუთარ სულის კარებებს უღებს და უფლებას აძლევს მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და მათი როგორც მატრიცული აგენტის სმიტების ავატარებად იქცნენ. უპირველეს ყოვლისა, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რომ ჩვენი ზეცნობიერით პირდაპირ კავშირზე გავიდეთ ღვთაებრივ ცნობიერთან და საკუთარი ცხოვრების ძალაუფლება უკან დავიბრუნოთ. აქცენტები უნდა გავაკეთოთ არა უბრალოდ ცნობიერზე, არამედ ზეცნობიერზე. ანუ შენში პრიორიტეტი არის ღვთაებრივი ძალების გამოღვიძება. ძალების კონტრასტი, რომელიც ახლა ხდება სამყაროში, ისინი ვარსკვლავური სულებისაგან აქტიურ გამოღვიძებას ითხოვენ. ანუნაკები ეს არის პროგრამა და მათ შექმნეს აქ ყველაფერი. ისინი რეპტილოიდების ზევით დგანან და ამ სისტემების არქიტექტორები არიან და ცნობიერების ნებისმიერი დონე მათ მიერ იკითხება და იშიფრება. ნებისმიერი ადამიანისა და ნებისმიერი ქალაქის სისტემის წაკითხვა შეუძლიათ მათ. ადამიანებს, რომლებსაც ბოლო წლებში ყველაფერი წაართვეს, მინდა იცოდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ვარსკვლავურ სულებს. ანუ მატრიცაში თქვენ უმთავრესი მოთამაშეები ხართ. თქვენ სამყაროსთვის საკმაოდ დიდ ფასეულობას წარმოადგენთ და თქვენ წინამძღოლობისთვის გამზადებენ. იმიტომ რომ 2025 წელს პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავურ სულებს განულება გაუკეთა მატრიცამ. ის სულები, რომლებიც შორს უნდა წასულიყვნენ, ისინი ყველანი გაანულეს. ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ დიდი ნახტომისთვის ვემზადებით და ყველა მატრიცულმა მოთამაშემ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. რაც კი გამოვიმუშავეთ, ყველაფერი ქარმა წაიღო. წავიდა ფული და ფინანსები, ჩამოგშორდნენ ძველი კავშირები, მეგობრებისა და მათი ოჯახების სახით. ძველი სანაცნობო წრეების განულება და მათთან კავშირების გაწყვეტა მოხდა. ისინი გაქრნენ მატრიციდან. ასევე ქორწილები დაიშალა. პრაქტიკულად ყველას განქორწინება აქვს, ამ ბოლო 2 წელიწადში ყველას განქორწინება აქვს. ეს იმიტომ, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. სხვანაირად დავიწყოთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ახალი საბაზისო და ძირითადი პარამეტრები შემოდის მატრიცის ახალ განახლებაში. ამიტომაც ამ პარამეტრების შემოსასვლელად ძველი სისტემის გაშვებაა საჭირო, რათა ადგილი გათავისუფლდეს დაწყებული ფულით დამთავრებული ურთიერთობებით. ამაში შედის ჯანმრთელობაც და თქვენი ვიზუალური ფიზიკური გარეგნობაც. ამ ბოლო წელს ადამიანები, რომლებიც ამ ტრანსფორმაციისა და გადამუშავების პროცესში თავისი ფეხით შევიდნენ, ისინი კოლოსალურად შეიცვალნენ. ამიტომაც ამ პროცესების შიში ნამდვილად არ აღირს. ჩვენ უბრალოდ და ჩვეულებრივ დროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ტრანსფორმაციისა და სისტემის გადასასვლელების ზღვარზე ვდგავართ, სადაც ერთი სისტემიდან მეორეში გადავდივართ და ამიტომაც სრულიად ყველაფერი იცვლება. ამიტომაც ძალიან კარგია, რომ როცა მატრიცული სისტემა თქვენს განულებას ახდენს და გართმევთ ყველაფერს, მარტოს გტოვებთ, რათა შემდეგ სისტემურად აღდგეთ. თქვენ ახლა თავიდან იბადებით. როგორც პიროვნება თქვენ იბადებით თავიდან, რათა თქვენი ეგო დაიმსხვრეს. ეგოს დამსხვრევით თქვენ მიაღწევთ ცხოვრებისეული ფასეულობების შეცვლას. ამ ყველაფრის განხორციელება კი მხოლოდ განულებითა და გადატვირთვითაა საჭირო. ჩვენ ამას დავინახავთ და ვიგრძნობთ მხოლოდ ტრანსფორმაციის დროს. მაშინ როცა ჩვენ ცუდად ვართ და როცა ჩვენ ცხოვრება ყველაფერს გვართმევს, გვტეხავს და მორალურად, ემოციურად და ფიზიკურად გვცვლის. სამაგიეროდ კი შემდეგ ჩვენ ვიცვლებით, ვიბადებით, ჩვენი თავის აღდგენას ვაკეთებთ და ახალი ადამიანებითა და ახალი ფასეულობებით აბსოლუტურად სხვა პიროვნება ვხდებით. და რამდენადაც ფასეულობები უნდა შეიცვალოს, ამიტომაც საჭიროა თქვენი განულება, შემდეგ გადასვლა და მერე სულიერი აღმასვლის აფრენა. ამიტომაც ჩვენ ყველანი სულიერი აფრენისთვის ვემზადებით.